და აღმოჩნდა რომ იმ ჟანგბადის აპარატებს რომლებსაც ფილტრი აქვს და სპეციფიკური სტერილიზაცია ხდება ნორმალურ აპარატში ანუ ჟანგბადი სტერილიზირებული ჟანგბადი უნდა მიეწოდებოდეს ის არ უნდა იყოს დაბინძურებული ბაქტერიებით და ასე შემდეგ და აღმოჩნდა რომ აი ამ ფილტრებს არ უცვლიდან 600 ევრო ღირებულა და ზოგან საერთოდ არა შეცვლილი აქედან გამომდინარე ამიტომ იყო რომ ეს კლინიკური ბაქტერიები განსაკუთრებით ბაქტერია ბაუმანი რომელიც აცინეტო ბაუმანი რომელიც ჟანგბადის გარემოში უფრო სუყე გარემოში ხდება და უფრო მრავლდება ძირთად ჩვენ გვქონდა ჟანგბად მომხმარებელი ბაქტერია კი ბაქტერი ხო და ზუსტად ეს ბაქტერია იყო კი ეს ბაქტერია იყო მაქსიმალურად გავრცელებული თითქმის ყველა კლინიკაში ანუ ჩვენ გვქონდა არა COVID ეპიდემია არამედ აი ამ ბაუმანის ბაქტერია აცინეტო ბაუმანის ეპიდემია ჩვენ საავადმყოფოებში რომელიც ხოცავდა ამ ხალხს ხელს უწყობდა ხალხის დახოცვას და ამიტომ ჩემოკარგებო ის თანხები რომლებიც მიითვისეს და არასწორად გამოიყენეს იქ მედპერსონალს ხელფასი არ გადაუხადეს რომელიც იყო გამოყოფილი იქ რა თქმა უნდა დაიჭირონ ის იმ კლინიკის ხელმძღვანელების და შესაბამისად პასუხისმგებელი პირები როგორ შეიძლება ეს დარჩეს დაუსჯელი მე ხას უსვავ ეს არის ფაქტურად მკვლელობა არის და მე არც იმას მივესალმები ექიმები რომლებიც გამოდიან და იძახიან რომ იცი რა აი ჩვენ ხელფასი არ ქონდა და ამიტომ არ უვლიდით შემოაცხანებულო თუ არ ქონდა ხელფასი და ასეთ გაჭირვებაში იყავი და ასეთი პრობლემები იყო შექმნილი რატო არ გამოდით და რატო არ განაცხადეთ რატო ხდებოდა ის რომ იმალებოდა რეალური გარდაცვალების მიზეზები ექიმებმა ხო იცოდით ვინც მუშაობდით იქ შეიძლება ერთი ექიმი კლავდა მაგრამ დანარჩენები რო უყურებდით იქ და ხმას არ იღებდით თქვენს კვლელები ხართ აბა რა ხართ რომელი ხართ იქ პატიოსანი ექიმი ახლა მე სპეციალურად ვკითხე ჩვენს მეგობარს იმის შესაძლებლად რომ რამდენი ექიმი გამოეხმაურა აი ამ განცხადებას რომ მოდით მოგვეხმარეთ ისტორიების შესწავლაში არც ერთი არ გამოხმაურებია არც ერთი ხოდა თქვენ რომელ ექიმობაზე გაქვთ პრეტენზია და საერთოდ ვინ ხართ და საიდან მოხვედით და ვისი შიში აქვთ იმ ხალხს რო ხოცავენ იმის შიში არ აქვს მერტის შიში არა აქვს